მოგესალმებით, ეს არის ახალი 6 ამ დროისთვის განვითარებულ ახალ ამბებს მეცხრე საინფორმაციო სამსახურის რეპორტერებთან ერთად მე ვასილ ივანოვ-ჩიკოვანი გაგაცნობთ. კონსულტაციები დასრულდა საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებათა პაკეტზე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. საპარლამენტო უმრავლესობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წელს ხმათა 2/3-ით აირჩევს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს იუსტიციის სახლში გამართული კონსულტაციების შემდეგ განუცხადა. დავით უსუფაშვილის განმარტებით ეს პირდაპირ წერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში და უმრავლესობამ მოსაზრება გაიზიარა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ეს არ არის უმცირესობასთან შეთანხმებული მოდელი და მათ განსხვავებული მოსაზრება აქვთ, თუმცა პოლიტიკური კონსულტაციები ამ ეტაპზე დასრულებულია. ჩვენი მოდელით, რომელიც მომავალ კვირაში გავა პარლამენტში, უფლებამოსილება შეუწყდება იმ 6 წევრს, რომელთაგან 4 პარლამენტის მიერ იყო დანიშნული და 2 პრეზიდენტის მიერ, დარჩენილი 9 წევრიდან უფლებამოსილება შეინარჩუნებს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე და კიდევ 1 წევრი, რომელიც აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც ახალი კანონმდებლობით გინდება. რაც შეეხება პარლამენტის მიერ ასარჩევ 6 წევრს, აქაც ჩვენ სრულად ვიზიარებთ ვენეციის კომისიის დასკვნას, რეკომენდაციას და ამ 6 წევრის არჩევა პარლამენტში მოხდება 2/3-ის უმრავლესობით. იმ შემთხვევაში, თუ ვერ იქნა მიღწეული პირველ ტურში 2/3, მეორე ტურში იმ დღესვე ტარდება მეორე ტური. 4 წევრის არჩევა იყო შესაძლებელი უბრალო უმრავლესობით, მაგრამ 2 წევრისთვის დარჩეს მოთხოვნა 2/3-ით არჩევნისა. თუ ვერ მოხდა ამ 2 წევრის არჩევა 2/3-ით, მესამე ტური ტარდება და ეს 2 წევრი კვლავ 2/3-ით უნდა იქნეს არჩეული. თუ ვერ მოხდა არჩევა, მაშინ ხელახალი არჩევნები დაინიშნება 70 დღეში, კალენდარულ დღეში და ისევ იგივე კვოტა რჩება. უმრავლესობის შემოთავაზებული მოდელით იუსტიციის საბჭოს 15 წევრიდან იცვლება 13 წევრი და ეს არანაირად არ არის ისე, როგორც ამას გვირჩევს ვენეციის კომისია. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია პოლიტიკური ცვლილებები არ შეეხოს საბჭოს არჩეულ წევრებს. ამიტომ სრულიად მიუღებელია ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოსამართლეების მიერ არჩეული მოსამართლეების შეცვლას, იმიტომ რომ ვინც არ უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობაში, პატივი უნდა სცეს მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებას და არ შეიძლება ამ ადამიანების შეცვლა. საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა უფლებამოსილების შეზღუდვის დოკუმენტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ამის შემდეგ უმრავლესობა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტში მზადაა. თემას ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს. საკანონმდებლო მაცნეში უკვე წარმოდგენილია და გამოქვეყნებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა 25 მარტს მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა მიღებიდან 3 დღეში მას ხელი უკვე მოაწერა. ხელია მოწერილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც ქვეყნის პირველ პირს შეეზღუდა უფლებები მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით, თუ კი მთავრობას დაიწყოს, თუ კი პარლამენტს დაითხოვს და მთავრობას დაითხოვს საქართველოს პირველი პირი, მაშინ ძველი მთავრობის დაყენების და დამტკიცების უფლება ისევ პარლამენტს ექნება. ახალ პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, ეს ნიშნავს იმას, რომ გამოქვეყნებისთანავე კონსტიტუციური ცვლილებები ამოქმედება, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხის წარმომადგენლების თანხმობის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დაითხოვს მთავრობას, ის ვერ დანიშნავს ახალ მთავრობას. ანუ ძველი მთავრობა გააგრძელებს თავის საქმიანობას არსებული მთავრობის დათხოვნის შემთხვევაში, ხოლო ნებისმიერი სხვა მთავრობა, რაც არ და მიუღებელი მთავრობა წარუდგინოს მან საქართველოს პარლამენტს, ვერ უფლებამოსილებაში საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ახლა უკვე უმრავლესობა ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში ელოდება, როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, უკვე ისინი მზად არიან ქვეყნის პირველ პირს დაუთმონ საპარლამენტო ტრიბუნა და ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება შეასრულოს და სწორედ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართოს მოსახლეობას. პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენიდან ხელმისაწვდომს განაცხადა, რომ ხელმოწერის შემდეგ ტრიბუნა მისთვის ღიაა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მათგან შემოთავაზებებს თარიღთან დაკავშირებით, ასევე ჩვენს ბუნებრივია, რომ გარკვეულ ვადებზე ვშევხვდით და ვფიქრობთ. ჩვენ ვთქვით, რომ როდესაც კონსტიტუცია იქნება მიღებული და კონსტიტუციაზე იქნება გადაწყვეტილება, კონსტიტუციურ ცვლილებებს გულისხმობ, მას შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით მოусმინოთ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც გვეუბნება საქართველოს კონსტიტუცია, მან და პარლამენტიდან მიმართოს საქართველოს მოსახლეობას.
შეჯერებით უცნობია ზუსტი თარიღი, როდის წარდგება საქართველოს პირველი პირის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე და როდის მიმართავს პარლამენტის ტრიბუნიდან საზოგადოებას. ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, უახლოეს დღეებში კონსულტაციები გაიმართება. პრეზიდენტიც ასევე საკუთარ სავარაუდო თარიღებს შესთავაზებს და საბოლოო თარიღი ამის შემდეგ იქნება ცნობილი. ამას თავად პრეზიდენტი განსაზღვრავს დღეს და ასე ვთქვათ, ვადას და დღეს, როდესაც ის მოვა პარლამენტში და მიმართავს პარლამენტს და საქართველოს საზოგადოებას. რაც შეეხება პროცედურებს, ამ პროცედურებზე მე ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში პარლამენტში გვექნება ჩვენ გარკვეული კონსულტაციები თუ როგორ მოხდება ამის ორგანიზება ახალ პარლამენტში, ვინ იქნება მოწვეული და ეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, შიდა პროცედურებია. თავარია, მე მგონი, რომ აქ წინააღმდეგობები აღარ არის. სამთვიანი კონსულტაციების შემდეგ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის კონკრეტული თარიღი. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს მთელი დღის განმავლობაში მეცხრე არხის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს და საღამოს 9 საათზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ჩვენ უფრო სრულად შემოგთავაზებთ თემის დეტალებს. მადლობა ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პირობითი მსჯავრი გააუქმეს და ნასამართლეობა მოუხსნეს უსხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ფოტოგრაფებს. სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის გაცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება პრობაციის ეროვნულმა კომისიამ მიიღო, რის შედეგადაც ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს პირობითი მსჯავრი და ნასამართლეობა მოეხსნათ. დღესვე აღნიშნულ საქართველოს მთავარი პროკურორიც გამოეხმაურა. საქმე დახურული იყო თავის დროზე, ის ჩვენ მემკვიდრეობით გაგვდა დახურული. ზოგადად ფოტოგრაფებთან დაკავშირებით საერთო წესით შემოსული არის განცხადებები და მათ სწავლობთ და მათზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ასე რომ დაველოდოთ. რას აძლევს პრობაციის ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასამართლებულ რეპორტერებს და როგორი იქნება მათი სამომავლო გეგმები? სტუდიაში ამაზე გიორგი აბდალაძე ისაუბრებს. გიორგი, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს რა იყო ეს სამინისტროს მხრიდან გამოხატული კეთილინების გამოვლინება თუ უბრალოდ კანონით გათვალისწინებული ნორმა? კანონით გათვალისწინებული ნორმა იყო. ჩვენ შეგვეხო ამინისტია, რომელმაც 1/4-ით შეგვირჩია პირობითი მსჯავრი. მე პირადად მქონდა 4 წელი, გედენიძესაც 4 და 3 წელი ქურციკიძეს. ნათია გედენიძეს წელიწად ნახევარი, რომელსაც დაუმთავრდა უფრო ადრე. შესაბამისად თქვენ უკვე შეგეძლოთ მიგემართოთ კომისიას. ჩვენ მიმართეთ კომისიას თხოვნით, რომ განეხილა ჩვენი საკითხი და რადგან დარღვევა არანაირი არ ქონდა, კომისია მიიღო გადაწყვეტილება და მოგვიხსნა. თუმცა ეს არ არის გამომართლებელი განაჩენი. რა თქმა უნდა, ეს არ არის გამომართლებელი განაჩენი, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ეს არის ერთ-ერთი ეტაპი იმისა, რომ სამართლიანობა აღდგეს კიდევ ერთხელ ჩვენთან მიმართებაში და თქვენ არჩილ კბილაშვილს მიმართეთ მოთხოვნით, რომ თქვენ საქმეს მოეხსნას გრიფის საიდუმლო. რა ეტაპზე არის ეს პროცედურა? საიას ადვოკატი არის ჩვენი ყველას ადვოკატი, ერთი პიროვნება და რომელიც კურირებს ამ საქმეს და მე მგონი, რომ უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება ყველაფერს და ჩვენი საქმე საჯარო გახდება. იმიტომ რომ პირველ რიგში გრიფი უნდა აეხსნას ჩვენ საქმეს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ არ ვიცით რა დევს საქმეში. ჩვენი ჩვენებების გარდა. თუმცა უამრავი მასალებია იმისა, რა ხდებოდა ციხეში და როგორ ხდებოდა ყველაფერი. ეს მასალები გაქვთ თქვენს? ამ მასალის ნაწილი მეცხრე არხის მაყურებელმა იხილა ჩვენი ტელევიზიის მეშვეობით. თუ აპირებთ იმ დარჩენილი მასალის განსაჯაროებას და თუ აპირებთ რომ მიმართოთ თქვათ სასამართლოს იმისთვის, რომ თქვენ საქმეზე დაიწყოს უკვე არსებითი განხილვა და გამოვიდეს გამომართლებელი განაჩენი. გენერალური პროკურატურა აუცილებლად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უნდა მოახდინოს რეაგირება ჩვენ საქმესთან დაკავშირებით და ნათელი მოეფინოს ყველაფერს. ანუ რეალურად რის გამო დაგვაპატიმრეს და რას გვერჩოდნენ, ჩვენ დღემდე არ ვიცით და რეალურად გაირკვევა ეს ყველაფერი და ყველა ის პიროვნება, ვინც უშუალოდ ბრძანებას გასცა ჩვენ დაპატიმრებაზე, ალბათ პასუხს აგებენ კანონის წინაშე. დიდი მადლობა გიორგი იმისთვის, რომ მობრძანდით სტუდიაში თემაზე სასაუბრობთ. განვაგრძობთ გადაცემას. მთავარ პროკურატურაში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი განიხილეს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არჩილ კბილაშვილის შეხვედრაზე. შეხვედრას თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. ძამბილი შეხვედრის დროს დასმულ საკითხებში ამორი წუთის განმავლობაში ვისაუბროთ. ჩვენ მათ გავაცანით, თქვათ, აი საკადრო თემატიკასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკის განხორციელება დავიწყეთ, მათ კონკრეტული შედეგების შესახებ ვაცნობეთ, რას ამ ხრივ გვაქვს. მივაწოდეთ ინფორმაცია თუ
თუ რამდენი ადამიანი არის ზოგადად შეცვლილი სისტემაში. ჩვენ გვქონდა ძირითადად ორ მნიშვნელოვან თემაზე საუბარი, ეს იყო გახმაურებული საქმეები და პროკურატურაში მიმდინარე პროცესები საკადრო თვალსაზრისით, ანუ დანიშვნების, ახალი კადრების მოზიდვის და შერჩევის პროცედურები. როგორი ვითარება არის ადამიანური რესურსების მართვის კუთხით პროკურატურაში, მათ ჩვენი რეკომენდაციები მოისმინეს, ასევე დავკვირდნენ, რომ ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია, ვთქვათ, როგორ მიმდინარეობს ცვლილებები საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. ამ წუთებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ქარცივაძე განცხადებას აკეთებს ბათუმს ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მასალა ინახებოდა აი ამ ლომბარდში აუ კაი გია და ვარაუდით რა გაგესახვა ვარაუდით არა ღიარა ანუ დღეს დილით მოხდა ინციდენტთან დაკავშირებით აღნიშნული ვიდეო მასალა ინახებოდა ამ სამართლზე მდებარე ლომბარდში. ჩვენი გამოცხადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ლომბარდიდან მასალა გაუნადგურებიათ პოლიციის თანამშრომლებს ლომბარდის პატრონის განცხადებით. ამასთან დაკავშირებით დღის 3 საათიდან ურეკავთ გენინსპექციას არც წარმოგიდგენია არ გამოცხადებულა ადგილზე. ანუ შინაგან საქმეთა სამართლებრივი ორგანოები შეტავა ღონისძიებას არ ღებულობენ ამ ფაქტთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს აჭარის მთავარი სამართლის პოლიციის ხელმძღვანელი პირის მიმართ განხორციელდეს ისეთი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუჩლის საგამოძიებო მოქმედებების შემდგომ განვითარებას, იქედან გამომდინარე, რომ მტკიცებულებები თითქმის განადგურდა, ხოლო ის მტკიცებულებები, რომელიც ჯერ კიდევ ინახება აღნიშნულ ლომბარდში, ჩვენ ვთხოვეთ გენინსპექციას მოსულიყვნენ და შესაბამისი ღონისძიებები დამოიღოთ, სამწუხაროდ მათი მხრიდან აღნიშნულ დრომდე შესაბამისი რეაგირება არ მოხდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ამ დრომდე არ ახორციელებს. ანუ ჩვენ თვით რომ არანაირი ქმედითი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს აღმოჩნდებთან დაკავშირებით არ განუხორციელება. პირიქით შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული ფაქტი დაიმალოს. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ბათუმიდან, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ბათუმში მომხდარ ფაქტზე შიდა მოკვლევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელმა ავტომობილით საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, რის შედეგადაც ავტომანქანას, რომელსაც ვალერიან თელია მართავდა, ავარიული სიტუაცია შეექმნა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელი როინ ფარტვარაძე ავტომობილს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა. აღნიშნულ ფაქტზე საიაში განმარტეს, რომ ფარტენაძე მხოლოდ ნაბახუზებზე იმყოფებოდა და ის არ იყო ნასვამ მდგომარეობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით ვალერიან თელიას მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის პასუხისგებლობას ითხოვს. საიაში აცხადებენ, რომ მათ თანამშრომლებს თელიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ თელიას მხრიდან ადგილი ჰქონდა საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის ხაზგასმას და საკუთარი ძალაუფლების მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოყენების მუქარას. მოძრაობდი გრიბოედოვის ქუჩაზე, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანამ შექმნა ავარიული მდგომარეობა და ასევე მძღოლმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გავაჩერე მანქანა და ვკითხე მას თუ რატომ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, როგორც შევატყვე ის იყო ნასვამ მდგომარეობაში და გამოირჩეოდა აგრესიით. მე როგორც მაცნობეს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს ამ საკითხს, ანუ დაწყებულია გამოძიება და შესაბამის შედეგს ვაცნობებენ ისინი საზოგადოებას. ბათუმში ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ობიექტის ბათუმის სახლის მფლობელი სიბირ ნურუევი ამტკიცებს, რომ ვიდეო კონტროლის კამერის ჩანაწერი წაშლილია. როგორც სიბირ ნურუევმა განაცხადა, დღეს დილით 12 საათზე სამოქალაქო ფორმაში გადაცმული რამდენიმე პირი მივიდა მათთან და სთხოვეს, რომ ეჩვენებინათ ვიდეო კონტროლის კამერის ჩანაწერი. როგორც ნურუევმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ მართლაც აჩვენეს ვიდეო ჩანაწერი პირებს, თუმცა შემდგომ, როდესაც შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ წუხელ 24 საათიდან დღეს დილის 12 საათამდე არსებული ჩანაწერი წაშლილია. მე მგონია, რომ 12 საათამდე შეიძლება, იმიტომ რომ 12 საათამდე უკვე არაფერი არ არის. ანუ ვიდეოფილმზე რა წაშალეს ყველაფერი რაც დღეს იყო ასახული თუ მთელი თვის განმავლობაში. არა, მარტო ჩემი შვილი მითხრა, რომ 12 საათიდან 12 საათამდე
ღამო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს დაკითხვაზე თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები დავით წერეთელი, ვახტანგ ცაგარეიშვილი და ხვიჩა სანაიას ადვოკატი იმყოფებოდნენ. საგამოძიებო სამსახურიდან გამოსულ ვახტანგ ცაგარეიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. დავით წერეთელმა კი განაცხადა, რომ დაკითხვა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა, თუმცა არ განმომარტავს კონკრეტულად რას. წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას მასზე ზეწოლა არ განუხორციელებია. ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის საკრებულობიდან მათი თანაპარტიელების ფინანსურ პოლიციაში პერმანენტულ დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად დაფასებენ. საგამოძიებო სამსახური დასასრულებს პოლიტიკური ინკვიზიციის ფუნქციებს, ეს არის განსხვავებული აზრის დევნა, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ვერანაირი პოლიტიკური რეპრესიებით ვერავინ ვერ მოახერხებს ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის და ოპოზიციური შეხედულების ლიკვიდაციას. ეს არის რეალობა, რომელიც არსებობს და ამ რეალობას ყველა უნდა შეეგუოს. გამომძიებლებს ამაზე არავითარი შეხება არ ქონია. ეს ზეწოლა არის პიროვნებების მხრიდან, კონკრეტული პიროვნებების მხრიდან, რომელსაც მე გუშინაც ვთქვი, დღესაც ვიმეორებ, რომ გვარების დასახელებიდან დღესდღეობით ვიკავებ თავს, მაგრამ თუ გაგრძელდა ეს, გვარების დასახელებიდან თავს არ შევიკავებ. გორჩი 2012 წელს შესრულებული გადახურვითი სამუშაოები სავარაუდოდ უხარისხო იყო განცხადებას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აკეთებს. დავით ნარმანიას განცხადების დეტალებს პირდაპირ ეთერში თამარ გოგესაშვილი გაგვაცნობს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღწერის შემდეგ სპეციალური კომისიის წარმომადგენლები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე ალაპარაკდნენ. დავით ნარმანიას განცხადებით იმ კორპუსების უმრავლესობა, რომელიც სტიქიამ დააზიანა 2012 წელს უხარისხოდ გადაიხურა. მინისტრების განცხადებით სპეციალური კომისიის დასკვნისა და მოკვლევის შემდეგ არ არის გამორიცხული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სამუშაოები იყო ხარისხოდ შესრულებული, გარდა ამისა ძირითადად ყველა სახურავი მრავალსართულიან კორპუსებზე, რაც გადახადა ქარმა არის 2012 წელს შესრულებული სამუშაოები, არის ძალიან თხელი მასალით, პატარა ლურსმნებით და თხელი სახურავით გაკეთებული მასალები, რაც ბადებს საფუძვლიან და იმასთან დაკავშირებით, რომ წინა საარჩევნო პერიოდში სწრაფად და უხარისხოდ მოხდა სამუშაოების შესრულება. ამდენად საკითხი აუცილებლად დაექვემდებარება შესწავლას, მაგრამ ეს ჩვენი სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება სამშენებლო ნორმების დარღვევა, პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე სამუშაოების დამკვეთს, ამ შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას. თუ სამუშაო იყო შესრულებული უხარისხოდ და სამშენებლო ნორმების დარღვევით, მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც დამკვეთს, მოცემულ შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტს და შესაბამისად იმ სამშენებლო კომპანიას, რომელმაც სატენდერო წინადადების შესაბამისად შეასრულა სამშენებლო ნორმების დარღვევით სამუშაო. დაირღვა თუ არა სამშენებლო ნორმები და რის საფუძველზე ჩაიბარა გორის მუნიციპალიტეტმა შესრულებული სამუშაოები, ნახეთ ვრცლად ზუსტად 9 საათზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ეს თამარ გოგესაშვილი იყო, მადლობა თამარ. საქართველოს წითელი ჯვრის გორის ორგანიზაციამ გორის მუნიციპალიტეტის ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ეგრეთ წოდებული ბრეზენტები გადასცა. წითელი ჯვრის წარმომადგენლის თქმით, აქცია ერთჯერადი არ არის და საქართველოს წითელი ჯვარი უახლოეს დღეებში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და სამზარეულო კომპლექტების გადაცემას გეგმავს. მუნიციპალიტეტმა მოგმართა თხოვნით, რათა ის დაზიანებული სახლებისათვის, რომელსაც სახურავები გადაეხადათ, დროებით სარგებლობისათვის დავხმარებოდით მათ ეგრეთ წოდებული ბრეზენტებით და დღეს სწორედ ეს აქცია არის 4000 კვადრატზე მეტი არის ეს ბრეზენტი, რომელიც ჩამოტანილი იქნა საქართველოს წითელი ჯვრის კატასტროფების მართვის დეპარტამენტის მიერ მოძიებული და გადავცემთ მუნიციპალიტეტს. აუცილებელია რამე თუ ახლა მოგესალმებათ, ცუდი ამინდი არის პროგნოზით და რომ ეს რო არ დასველდეს ეს ბინები, მაგისთვის არის საჭირო სანამ შეკეთდება მთლიანად გარემონტდება და ასე ვთქვათ, სანამ ეს სახურავი შეკეთდება, სანამ მშენებლები დაასრულებენ თავის სამუშაოს.
თელავის რაიონულ სასამართლოში კახეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის გიორგი სიბაშვილის წინა სასამართლო პროცესი დასრულდა. სხდომაზე 26 მარტს სიბაშვილის მიერ დაყენებული შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის მოხსნის შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოტივად ლაბაზა დუიშულმა საქმეში ბრალდებულების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში გიორგი სიბაშვილი და ვალერიან გრემიშვილი ალბათობის მაღალი ხარისხით დამნაშავეებად მიიჩნია. გიორგი სიბაშვილმა უარი განაცხადა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყების თაობაზე. ყოფილ ვიცე-გუბერნატორს გამოძიება 5 ეპიზოდში ედავება. საქმე ეხება რეგიონული განვითარების სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდს, რადგანაც გამოძიების ინფორმაციით მან სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. გარდა ამისა, პროკურატურა მას სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო წესით გამოყენებიან გაფლანგვაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სიბაშვილს 11 წლით პატიმრობა ემუქრება. მორიგის სასამართლო პროცესი კი 2013 წლის 10 აპრილს გაიმართება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულ გიორგი სიბაშვილის შუამდგომლობა, რომ მის მიმართ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ამასთან მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი არის ბრალდებულების გიორგი სიბაშვილის და ვალერიან გრემელაშვილის მიერ. სხდომა დაინიშნა 2013 წლის 10 აპრილს და მე ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო სხდომები გველოდება 10 აპრილიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოწმე დაიკითხება და ძალიან ბევრ რამეს დაერქმევა თავისი სახე. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში აჭარის მთავრობის შენობასთან. პროტესტის მონაწილეები აჭარის მთავრობისგან თვითნებურად დაკავებული ფართების ერთლარად დაკანონებას ითხოვენ. ისაც არ მოითხოვთ, რაც არ არსებობს. კომისიაში ადამიანები მოითხოვენ 100 მეტროზე მიწას ითხოვენ და პატარა საცხოვრებლის შექმნას ითხოვენ, პატარა პირობებს ითხოვენ, რომ იარსებონ, იცხოვრონ. 67 წლის ქალი გამოსახლებული კი არა, გაუყიდე მიწაწყალი შვილი ვიქდებოდა. სამჯერ თბილისში მყავდა საოპერაციო და ცხოვრობს მის აკავშირ ციხეში. ორი შვილით უმუშავარი, მეორე შვილები. მე თვითონ ერთ პენსიაზე ვარ მაყოფილი. თითეული ქოხმახი მოიარონ, რომ როგორი გაჭირვებული ხალხია მართლა. ისე კი არა, რომ ვიღაც თავიანთ სავარძელში მორგებულ დაუშვათ გამგებლებს, მუნიციპალიტეტებს ავალებენ, რომ გადმოხედეთ. არავით არის ბატონო, მათმა კეთილი ინებონ, მივიდნენ იმ სოროებში და მათ თვითონ გაისაზრისონ, რომ რა მდგომარეობაშია ეს ხალხი. მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. რუსეთმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო. ვლადიმერ პუტინმა მოულოდნელი განკარგულება დღეს დილის 4 საათზე გასცა. პრეზიდენტის პრესდივანის განცხადებით სამხედრო სწავლების მიზანი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება. სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას 36 გემი 7000 ჯარისკაცი და ავიაცია იღებს. ფართომასშტაბიან სწავლებას სავარაუდოდ თავად პრეზიდენტიც დაესწრება. BBC-ს ინტერნეტ გამოცემის მიხედვით რუსეთმა სამხედრო რეფორმა 2008 წელს საქართველოსთან ომში გამოვლენილი სისუსტეების შემდეგ დაიწყო. ახალი დეტალები გახმაურებულ საქმეში თელასის გენერალური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართეს. თემის დეტალებით გიორგი მანჯაოიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. გიორგი, რა ახალ გარემოებებზეა საუბარი? სწორედ ამ ახალმა გარემოებებმა შეიძლება თავდაყირა დააყენოს თელასის გენერალური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმე. საუბარია გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფიციალურ დოკუმენტზე, დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თმის ნერწყვისა და თითის ანაბეჭდები ლომინაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს არ ეკუთვნის. კომპანია თელასის გენერალური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობისათვის სამუდამო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატებმა დღეს სასამართლო საქმის გადახედვის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს. აი ამ დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს ორი ადამიანი არ იმყოფებოდა და კატეგორიულად გამორიცხა თმის, თითების ანაბეჭდის და ნერწყვის ანალიზის შედეგად, თუმცა ეს დნმ-ის ანალიზი თავის დროზე 2006 წელს პროცესის მიმდინარეობის დროს გამოძიებამ დამალა და გადამალული ქონდა ბოლო მომენტამდე, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვალა და ვიდრე ჩვენ არ ვთხოვეთ ახალ ხელისუფლებას, რომ ეს დნმ-ის ანალიზი როგორმე მოეძიებინა. ისეთი მართლმსაჯულების პირობებში, რომელიც სახეზეა უკვე ბოლო 9 წელია, ჩვენ ყოველგვარ განვითარებას ველოდებით. აქედან გამომდინარე, ყველა მოსამართლე მინდა გავაფრთხილო კატეგორიულად.
ნუიზავენ ისე, რომ გიაგვიჩიანის ადგილი დაიკავონ ბოლოს თვითონ. იმიტომ რომ გიაგვიჩიანი 2 დღეში იქნება თუ 2 კვირაში აუცილებლად გამართლდება და გარეთ იქნება. საინტერესოა რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს ეს დასკვნა ცნობილი გახდა მხოლოდ 2013 წლის იანვრის ბოლოს. როგორც ჩანს ეს დასკვნა ცნობილი იყო წინა ხელისუფლების დროსაც, თუმცა რატომღაც მაშინდელი მთავარი პროკურატურა ამ დასკვნას არ ახმაურებდა. შეგახსენებთ რომ ნიკა ლომინაძე საკუთარ ბინაში ბახტინონის ქუჩაზე 2002 წლის 13 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი და ხელფეხშეკრული იპოვეს. ამ საქმეში არსებული 5 მოწმიდან 4 გარდაცვლილია, მათგან 2-მა ოფიციალური ვერსიით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მადლობა გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ზუგდიდში არსებული 10 დიდი თხილის ქარხნიდან მხოლოდ 2 მუშაობს. მეწარმეები აცხადებენ, რომ წელს თხილის ბიზნესში დიდი ჩავარდნაა. დღევანდელი მონაცემებით თხილის ფასი ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა და ახლა 1 კილოგრამი გაურჩეველი თხილი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს. შარშანკი თხილის ფასი 4 ლარზე მეტი იყო. ქართული თხილი მეტწილად ევროპაში გადის, წელს კი თურქეთში მოსულმა ჭარბმა მოსავალმა ქართული თხილის ფასები დაწია. მეწარმეები აცხადებენ, რომ მათთვის და გლეხების შველა რუსულ ბაზარზე თხილის იმპორტი იქნება. რამ გამოიწვია თხილზე ფასების კლება და რაში ხედავენ გამოსავალს ექსპერტები, ნახეთ 9 საათზე ჩვენს მთავარ გამოშვებაში. ჩვენ ადრე გვქონდა რა თქმა უნდა შეხება რუსულ ბაზართან, შემდეგ შეწყდა ეს ბაზარი, შეწყდა ჩვენი ბაზარი შეგვიწყდა რუსეთში და გადავერთეთ მარტო ევროპაზე. ახლა როცა რუსული ბაზარი იქნება, ახლოს არის, შემოსავალიც იქნება. ფასიც მოემატებს რა თქმა უნდა, როცა გასავალი იქნება, ფასიც მაღალი იქნება. ჩვენ ველოდებით რუსეთიდან სტუმრებს, დიდი ქარხნის წარმომადგენლებს და ახლა ჩვენ წინასწარ ვერ გეტყვით, ახლა წასწევს, არ წასწევს, ეს ბაზარი შემდეგ განახერხ, ბაზარი განახერხ. ამ წელში არც მოსავალი იყო და არც ფასი და ხალხ ძალიან უჭირს. ჩვენ ხილით ვიყავით სოფლებში და მეტი გამოსავალი სხვა საშუალება არაფერი არა. სასოფლო სამეურნეო მაღაზიაში ინვენტარის გაზრდილ ფასებს აპროტესტებს დუშეთის რაიონის მოსახლეობა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სპეციალურად გახსნილ მაღაზიაში, სადაც მათი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ბარათის მიხედვით სასოფლო ინვენტარი უნდა შეიძინონ, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ფასები მნიშვნელოვნად მაღალია. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა ინფორმირებული არ იყოს და ადგილობრივი უწყებისგან რეაგირებას ითხოვენ. სასოფლო სამეურნეო მაღაზიაში აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვრულ ფასებზე მეტად ინვენტარი არ იყიდება. საბაზრო ფასებთან რაც ვიცით, ნამდვილად გაორმაგებული ფასებია. ნამდვილად. რა ვიცი, ახლა 180 ლარით რო ბაზარში შევსულიყავი, 2 ვედრო დიდი წავიღე წინაზე, 2 ახლა პატარა მიმოქვს, 2 ბარი იყო ესენი და ვისავიღე ურიკა და შესაწამლი აპარატი. მე მგონი რომ მეც საიღებ. მე მგონი კი არა ესია. ის რომ დაუშვათ ურიკა შემოვიდა პირველად დაბალფასში, მეორე ცოტა მოემატა ფასი არა, ეს უკვე იმის ხარისხზეა, ხო? ის იყო დაუშვათ პატარა, შედარებით ის იყო ცოტა დიდი. და დანარჩენი ახლა დაახლოებით, აი ვერც ერთ საქონელზე ვერ იტყვიან, რომ იყო დაბალფასაც და მოიმატა ახლა ფასი. სამწუხაროდ არის შემთხვევები და ჩვენთვის ცნობილია ესეთ შემთხვევები, როცა მაღაზიებში არსებულ საქონელზე ფასები არის უფრო მაღალი, ვიდრე ეს არის ამ მაღაზიებთან წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ამის მონიტორინგს ბუნებრივია ვაწარმოებთ და ასეთ შემთხვევაში მათ მიმართ ვიყენებთ საჯარიმო სანქციებს. ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, მათ არ აქვთ უფლება გადააჭარბონ იმ ფასს, რომელიც დადგენილია ამ ხელშეკრულებით. ენერგორესურსების დატაცებაზე დადგენილი ადმინისტრაციული სასჯელების მიუხედავად თბილისის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი აირის არასანქცირებული მოხმარების ფაქტები ისევ ფიქსირდება. აზრასგაზ თბილისის მონაცემებით მხოლოდ მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობის მიერ 175,000 ლარის ღირებულების გაზის დატაცების 720 შემთხვევაა გამოვლენილი. მრიცხველის გვერდის ავლით ბუნებრივი აირის არასანქცირებული მოხმარების ფაქტები გაზგამანაწილებელ კომპანიას კომერციულ სექტორშიც აქვს, სადაც ზარალის ოდენობა ათეულობით 1000 ლარს აჭარბებს. ყასტრანსგაზ თბილისის კომერციული დანაკარგების სტრუქტურას დღეს ენერგეტიკის მინისტრი გაეცნო. ძიმე სოციალური გარემოს მიუხედავად კახი კალაძე მომხმარებელს უკანონო ქმედებებზე თავის შეკავებას თხოვს. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად
ყველა შემთხვევა დავაფიქსიროთ, რომელიც მოხდება, აუხსნათ საზოგადოებას, იმიტომ ეს ჯარიმების თემაც ზედმეტი გადასახადები კიდევ უფრო ურტყავს მოსახლეობას და აყენებს ზიანს, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევაგნებინოთ ეს ამ ადამიანებს, ვინც ამ უკანონო დატაცებებს ეწევა, რომ პირველ რიგში ეს მათ ჩვენს ქვეყანას აყენებს ზიანს. კომერციული დანაკარგი ყველა მსგავსი კომპანიის პრობლემაა. როგორც ჩვენი კომპანიის, ასევე მსგავსი კომპანიების ეს არის მუდმივი პროცესი, რაც შეეხება დანაკარგების დინამიკას. სპეციალური მართვის რეჟიმამდე დანაკარგი იყო 34%, დღეისთვის წინა წლის შედეგი იყო 14.9%, ანუ გამომდინარე ამ სხვაობიდან დანაკარგი მკვეთრად არის შემცირებული, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ აბონენტები აღარ იპარავენ, აბონენტები არალეგალურად არ მოიხმარენ და ამიტომ მუდმივად არის მონიტორინგი. თუ თქვენ ელექტროენერგიას 100 კილოვატ-საათამდე მოიხმართ, მაშინ ტარიფი ნახევარი თეთრით შეგიმცირდათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გატანილი იყო ახალი მემორანდუმების გაფორმების საკითხი ენერგოპრო ჯორჯიასა და თელასთან. როგორც მინისტრმა განმარტა, მოლაპარაკებები დასრულებულია და გაფორმდება ხელშეკრულებები 4 წლის ვადით თელასთან, ხოლო 2 წლით ენერგოპრო ჯორჯიასთან, რომლის თანახმადაც ელექტროენერგიის ტარიფები იგივე დარჩება. ერთადერთი ცვლილება შეეხო იმ აბონენტებს, ვინც 100 კილოვატ-საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა. მათ ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით, ანუ ჯამში 4 თეთრით უმცირდებათ. ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ტარიფებთან მიმართებაში, მოახერხა კიდევ ნახევარი თეთრით დაეწია საფასური იმ მომხმარებლებისთვის, ვინც 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ანუ 4 თეთრი იქნება ფასდაკლება მათთვის. მემორანდუმები უკვე გაფორმდება ენერგოპროს შემთხვევაში 2 წლით, თელასის შემთხვევაში 4 წლით. გრიგოლ ვაშაძის წერილზე რუსეთის კულტურის მინისტრს განცხადებები გაკეთდა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. გურამ ოდიშარიას განცხადებით, საქართველოს კულტურის სამინისტროში მსგავსი წერილები მრავლად არის წარმოდგენილი, თუმცა სამინისტრო დოკუმენტების გამოქვეყნებას არ გეგმავს. აღნიშნული დოკუმენტის განსაჯაროება კი მინისტრის განცხადებით უწყების მიერ არ განხორციელებულა, თუმცა დოკუმენტს გრიფი საიდუმლო არ ედო. მსგავსი წერილები არის მართლაც, ჩვენ პირადად ამის გამოქვეყნებას არ ვაპირებთ კულტურის სამინისტრო, მაგრამ ანალიზისთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, ეს წერილები, ფაქტობრივად ის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა 2008 წლის ომის შემდეგ 3 თვის თავზე, მესამე თვის თავზე იწერება, რომ ჩვენ ძალიან გვინდა ურთიერთობა რუსეთთან, ასე შემდეგ. ეს არის თავად გასაოცარი ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს აკრიტიკებენ იგივე კულტურის სამინისტროს, იგივე ჩვენს ორკესტრებს, ანსამბლებს, თეატრებს, რომ რატომ ურთიერთობა რუსეთთან, აი იმ პერიოდში თავად თხოვდნენ მათ, რომ ეს ურთიერთობა გაფართოებულიყო და გაღრმავებულიყო. ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბათუმში მინისტერიალის დასრულების შემდეგ. საუბარი შეეხო თურქი მესხების რეპატრიაციის საკითხს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეასრულებს ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებას და რეპატრიაციის დაწყება გონივრულ ვადებში მოხდება. მაია ფანჯიკიძის თქმით, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებიცაა გასატარებელი, რომელზეც უკვე მუშაობენ იუსტიციის სამინისტროში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაუკლარჯიტში არსებული ქართული ძეგლების რეაბილიტაციისა და ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხზეც ისაუბრა. ამ ხნის განმავლობაში 5000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული და დაახლოებით 900-მდე საქმე განიხილება მათი, ვისაც რეალურად აქვს დაბრუნების სურვილი. არსებობს რაღაც ცვლილებები, რომლებიც გასატარებელია კანონმდებლობაში, ამ საკითხზე მუშაობს იუსტიციის სამინისტრო. მე ვფიქრობ, რომ რადგან ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ საქმეს ბოლოს და ბოლოს დაადგეს საშველი, ეს ცვლილებები მალე განხორციელდება და შესაბამისად მათი დაბრუნებაც იქნება რეალური. ისტორიული ძეგლების დაცვის საკითხს ორივე მხარე გაგებით ეკიდება. ეს ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა, რომელსაც გაფრთხილება უნდა. იშხანი ოშკი და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისტორიული მეჩეთების დაცვა საერთო კულტურული ინტერესია. თუმცა აჭარაში მეჩეთის მშენებლობა საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების მოთხოვნა და დიდი იმედი მაქვს, რომ ის აუცილებლად აშენდება.
დაუბრუნდება თუ არა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას მატერიალური ქონება, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. კათოლიკოს პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლებისთვის იურიდიული სტატუსის განსაზღვრებაზე, ასევე ტაუკლარჯეთისა და ლაზეთში სამონასტრო ცხოვრების აღორძინების საკითხზე. როგორც ცნობილია, 2011 წლის 27 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით თურქეთის მთავრობამ თავის ტერიტორიაზე სომხური, ბერძნული და იუდეური ეკლესიების ქონების რესტიტუცია მოახდინა. ჩამონათულში მხოლოდ ქართული ეკლესია ვერ მოხვდა. რაც შეეხება საკუთრების საკითხს, თურქეთში არსებობს სომხური დიასპორა, რომელმაც თურქეთში ეკლესიების საკუთრების რეგისტრაციის საკითხი ძალიან მარტივად მოაგვარა. თუმცა ქრისტიანი ქართველების დიასპორის მხრიდან მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილა. ჩვენ პატივს ვცემთ მათ ტრადიციებს და მოთხოვნის შემთხვევაში მზად ვართ, რომ მივეხმაროთ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში. ჩვენ ვართ თანამედროვე სახელმწიფო, სადაც ყველა მოქალაქე თანასწორია, იქნება ეს მუსულმანი, ქრისტიანი თუ იუდეველი. პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა. ვინ გაიარა რეგისტრაცია 27 ապრილს დაგეგმილი არჩევნებისთვის სამ ოლქში, ქეთი ფარცხალაძე ისაუბრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ქეთი გისმენთ. Უკვე ცნობილია იმ კანდიდატთა ვინაობა, ვინც ნადავლადების ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში მიიღებენ მონაწილეობას. მე გაგაცნობთ მათ. ნადავლადებში ეს გახლავთ გიანემ საწე, მირზა დავით აია, თამარ კორძაია, ზაზა მეზრიშვილი, კახა კუკავა, გიორგი გუგავა, გიორგი ლილუაშვილი და ხვიჩა ასანიძე. რაც შეეხება სამტრედიას, მორისონ ქობულია, ემზარ შუბლაძე, გიორგი კახიანი, ბადრი გოგელაშვილი, გოჩა ბაცგაძე და ბაღდათი მესამე საარჩევნო ოლქი აქა კენჭსიყრიან, დათო შარაბიძე, არჩილ იოსელიანი, ვლადიმერ წიქორიძე, პაატა კიკნაველიძე, ლაშა თამაზაშვილი და პაატა ბაკურაძე. ეს გახლავთ კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. თესკოში რეგისტრირებული 14 საარჩევნო სუბიექტიდან 9 სუბიექტმა წარმოადგინა მაჟორიტარი კანდიდატის დოკუმენტაცია. ესენი არიან ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს მშრომელთა საბჭო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება, თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა, კახა კუკავა, თავისუფალი საქართველოს, შალვა-ნათლუაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, მერაბ კოსტავა, საზოგადოება და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება 27 აპრილს. არჩევნების დანიშვნა გამოიწვია იმან, რომ 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ამ ოლქებში გამარჯვებული კანდიდატები აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდნენ. მადლობა ქეთი ფარცხალაძე საუბრობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზა ამ სახელწოდების პეტიცია სოციალურ ქსელებში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. პეტიციის ავტორები გადაუდებელი მკურნალობისა და ოპერაციების დაფინანსებისთვის საზოგადოებას ერთიანი ფონდისა და სპეციალური კლინიკის შექმნას თავაზობენ. ყოველდღიურად ქუჩაში, ტელევიზიით თუ სოციალურ ქსელებში ჩდება ახალ-ახალი განცხადება, თხოვნა გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, დავეხმაროთ სამკურნალო და ოპერაციის თანხის შეგროვებით, გავიღოთ თუნდაც 1 ლარი. უფრო რაციონალური და ეკონომიკური იქნება თუ კი ქვეყანაში შეიქმნება ისეთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში მკურნალებს და სახელმწიფოს მიერ გაღებული წილი ამ მიმართულებით წავა ნაცვლად საზღვარგარეთ ფინანსების გადინებისა. ამის პარალელურად კი არსებობს ფონდი, რომელიც აღნიშნულ კლინიკასა და პაციენტებს დააფინანსებს. ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის უკვე 1400-მდე ხელმომწერი ყავს. ექსპერტები და არ ვართ ამ ფაქტის ცოდნები, ჩვენ უბრალოდ იდეა გვაქვს, რომელიც აღმოჩნდა ბევრ ადამიანს აქვს ჩვენს გარდა. უბრალოდ ეს არის საკითხი, რომ საერთო ჩართულობა მოვახდინოთ ერთი რაღაც პრობლემა, დიდი პრობლემის გარშემო რა. ჩვეულებრივ ადამიანებმა და დანარჩენი მე ანუ ეს პეტიციის ხმები რო შეგროვდება, გაიგზავნოს ანუ სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამინისტროების ანდაცვის სამინისტროს სტატუსით და მე იმათ უნდა იქცელონ ძალიან აქტიურად ცდილობენ თანხის მოგროვებას და იმედი მაქვს, რომ ეს თანხა მოგროვდება, მაგრამ ეს სამომავლოდ ეს მაინც არ არის პრობლემის გადაწყვეტა, იმიტომ რომ როდესაც დგება საკითხი, რომ პაციენტს სჭირდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, აქ უკვე დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ საქართველოში არსებობდეს ტრანსპლანტაციის ცენტრი.
და გადაცემის მიწურულს დროა გავიგოთ რაზე იქნება საუბარი ბიზნესის დროში ამას გადაცემის ავტორი და წამყვანი თეაშველიძე თავად გვეტყვის თეა მოგესალმებით და გისმენთ მოგესალმებით ვასიკო არის თუ არა საქართველოში ნავთობის მარაგი და თანაც იმდენი რომ საქართველოს ენერგომატარებლების იმპორტი არ დასჭირდეს სხვათა შორის ამ თემაზე იყო საუბარი პატრიარქის ფონდთან არსებული ნავთობისა და გაზის დროებითმა კომისიამ დღეს დარგის სპეციალისტებთან გარკვეული კონცეფცია წარმოადგინა და ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი რომელიც პატრიარქის საერთაშორისო ფონდს ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში და საკმაოდ დიდი ხანია ჩართულია ამ პროცესში და ასევე გეოლოგი ვლადიმერ ლალიები და საკმაოდ ესეთი მძიმე თემის შემდეგ გადაცემის ბოლო ნაწილში ჩვენ უკვე ვისაუბრებთ და ეს ინფორმაცია დაინტერესებს აუცილებლად იმ ადამიანებს ვინც საგაზაფხულოდ აპირებს გარდერობის განახლებას კონკრეტულად თბილისის სამფალ სეილის ორგანიზებით გრატო პასსაში საკმაოდ გრანდიოზული ფასდაკლების აქცია იგეგმება სავაჭრო აქცია რამდენიმე დღე გაგრძელდება დეტალების შესახებ თბილისის სამფალ სეილის ორგანიზატორი ეკა ბერაძე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი და ასევე მონტე ნაპოლეონის პიარ მენეჯერი თიკო დიდავა. დიდი მადლობა ასეთი იქნება ბიზნესის დრო რომელიც 8 საათზე დაიწყება მე-9 არხის საინფორმაციო სამსახური კი პირდაპირ ეთერში ზუსტად 9-ზე თამთა სანიკიძესთან ერთად დაბრუნდება. დიდი მადლობა რომ გიყურებთ.